გამარჯობა ტრეიდერების ჰაბის მორიგი სასწავლო ეპიზოდით გიბრუნდებით და კვლავ გრძელდება გაკვეთილები Forex პლატფორმის შესახებ. როგორც იცით და კვლავ შეგახსენებთ, რომ ჩვენი გენერალური სპონსორი და პარტნიორი არის კომპანია NCM Global, რომელზეც პირველ ვიდეოშიც ვისაუბრეთ სიღრმისეულად თუ რამხელა დიდი ავტორიტეტი გააჩნია ამ კომპანიას გლობალურ ბაზარზე. პირველი გაკვეთილი იყო, როგორც გვახსოვს, იყო რეგისტრაცია ვერიფიკაციაზე და ხშირად დასმული კითხვები რაც გვაქვს ხოლმე და ის ტექნიკური პრობლემები, რომელიც გვიჩანდება ხოლმე. და ამიტომ გავაგრძელოთ შემდეგი გაკვეთილი, რომელიც ეხება თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ პლატფორმაზე და როგორ დავიწყოთ უკვე აქტივობები. ხო, არ დავიწყეთ რომ თუ პლატფორმაზე რა თქმა უნდა დღეს გავლილი საკითხებიდან იქნება თანხის შეტანა, თანხის გამოტანა, შემდგომ უკვე პლატფორმის დაერთება სავაჭრო პლატფორმაზე, როგორც MetaTrader 5 და ამ თემებს შევეხები და არ დავიწყეთ რომ თანხის შეტანის შემთხვევაში თუ შეიტანთ $100, $20 ჩვენი მხრიდან დაგერიცხებათ ბონუსის სახით, მაგრამ აუცილებელია რომ შეგვეხმიანოთ, გითხრათ თქვენი user ID, რომელიც აი ამ პლატფორმაზე მარჯვენა კუთხეში არის გამოტანილი, account number და ამ account number-ზე გითხარით რომ უბრალოდ თქვენ უკვე შეიტანეთ $100 და დაიწყეთ ვაჭრობა მათ შორის რომ ჩვენც მერე ამ ინფორმაციას თქვენ user-ის შესახებ მივაწოდებთ ჩვენს პარტნიორ კომპანიას და დაგერიცხებათ $20. მე მგონი ცუდი შემოთავაზება არ არის განსაკუთრებით დამწყებების და მათ შორის უკვე პრო თუ საშუალო დონის ტრეიდერებისთვის. ხო, არ დაგავიწყეთ რომ ჩვენი გვერდი გამოიწეროთ, დაალაიქოთ, კომენტარები არ დაგავიწყეთ, იმიტომ რომ კომენტარებით ჩვენ კიდევ უფრო საინტერესო ეპიზოდებს ჩავწერთ, რომ შეიძლება ჩვენ გგონია რომ მარტივია რაღაც ნაწილი და თქვენ შეიძლება იყოს პრობლემატური და ამაზე ვიდეო გჭირდება და არ ვიცოდეთ. გამოიწერეთ ჩვენი ყველა არხი, იმიტომ რომ მათ შორის Telegram გვერდზე გამოგყევით, იმიტომ რომ იქ უკვე ჩვენ გვექნება live trading-ი ჩემთან ერთად, რატისთან ერთად და ამიტომ გთხოვთ რომ ყველა მათგანი დაგეზაებათ სულ რაღაც ერთი დაკლიკებით შეგიძლიათ რომ ეს ყველაფერი მიიღოთ უფასოდ. ხოლო თუ დაინტერესდებით რომ ეს ყველაფერი სიღრმისეულად შეისწავლოთ და არ იყოთ ვიღაცის copy თუნდაც დამკომპირებელი ტრეიდერი ან ამ შემდგომ, რა თქმა უნდა გიჩვენოთ რომ მოგმართოთ ტრეიდერების ჰაბის კურსებზე, იმიტომ რომ გვაქვს აბსოლუტურად ყველა კურსი და სიღრმისეული კურსები, სხვა ეტაპები, დონეები, რომ თქვენ მაქსიმალურად დიდი და სწრაფი აქსელერაციით უფრო სწრაფად მიიღოთ ეს სიღრმისეული განათლება. კარგით, გადავიდეთ პლატფორმის ახსნაზე. უმარტივესი პლატფორმა არის. აქ არის მოცემული ის ყველა ღილაკი, რომელზეც შეგიძლიათ რომ პლატფორმაზე რა თქმა უნდა ივაჭროთ და აგირას მათი ყველა ღილაკი. ქვემოთ გვაქვს მოცემული კონკრეტული წყვილები, სპრედი, რომელიც უპატარავესია და მე გეტყვით რა პლუსი აქვს მათ შორის ჩვენი პარტნიორი კომპანიის პლატფორმასთან ვაჭრობას და რატომაც ერთ-ერთი მიზეზი იყო რატომ ავიჭრეთ ეს კომპანია და ხო ასე ვთქვათ, ეს მნიშვნელოვანი არის. მარცხენა ნაწილში ხედავთ რომ არის dashboard-ი, თქვენი ბალანსი უნდა გამოჩნდეს, მარჟა რამდენი გაქვთ, გამოყენებული თანხა რამდენი გაქვთ, თანხის შეტანა, გამოტანა, ტრანსფერი, ბანკის დეტალები და მარკეტის სიახლეები და ეკონომიკური კალენდარი და მათ შორის პლატფორმა. სულ აი ეს რაღაცა პატარა რაოდენობის ტაბები გვაქვს და მოდით ნელა მივყვეთ როგორ შეგვაქვს ფული. დეპოზიტის შეტანა არის ძალიან მარტივი, დეპოზიტიდან გავდივართ დეპოზიტ ნაუს ვაწვევით. აქ ჩავწერთ მაგალითად რომ გვინდა $100 შეტანა, ანგარიშის ნომერი, რომელსაც ხედავთ რომ მითებულია ეს ანგარიშის ნომერია და ნახეთ რა კარგი მომენტია რომ შეგიძლიათ მაგალითად თუნდაც ჩვენი პარტნიორი კომპანია Gate-დან გადმოიტანოთ USDT და USDT-ით შემოხვიდეთ და აქ დოლარად აისახება და ამის საშუალება გაქვთ რომ აქ მოვახდინოთ, ან მაგალითად უბრალოდ Visa, Mastercard-ი, Apple Pay, Google Pay-ი მოგეთ მარტივად სულ რამდენიმე დაკლიკებით ეს თანხა შემოიტანოთ. აუცილებელია რომ მონიშნოთ terms of conditions, ნიშნავს რომ თქვენ ეთანხმებით პირობებს და წესებს და მაგალითად თუ შემოგვაქვთ კრიპტო შემთხვევაში, მოდი რამდენიმე ცდა გავაკეთოთ როგორ უნდა გადმოიტანოთ ფული, ვაწვევით next და აქ უნდა ამოვარდეს ის კონკრეტული მისამართი,
და ის კონკრეტული network-ი და არხი თუ რითაც უნდა მოახერხოთ მისი გადმოტანა. გვიწერი აქვე ავტომატურად შევსებული არის ჩვენი მეილი, ტელეფონის ნომერი, ჩვენი მეგობრის სახელი ლაშა. მოკითხვა მას კიდევ ერთხელ ჩვენგან და მადლობა რომ დაგვეხმარა თავისი სახელზე ამ ყველაფრის გაკეთების საშუალება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე დიდი ხანი რეგისტრირებულობთ ამ პლატფორმაზე და ვაჭრობთ. მოკეთ ვადასტურებთ აი ამ პროცესს, წერია რომ 15-30 წუთში მოხდება თანხის ასახვა რაც ტყუილია, იმიტომ რომ მოხდება სულ რაღაც 2 წუთში, იმიტომ რომ პრაქტიკაში გაცილებით სწრაფად იჭდება თანხა ვიდრე მოცემული აქვს დრო. ამიტომ მოგეთ პრაქტიკაში ვიცით რომ 30 წუთი არც ერთხელ არ დაჭიროებია ამ პლატფორმას. უბრალოდ თავის დაზღვევის მიზნით უწერეთ რომ ეს 30 წუთში მოხდება. და მარტივია უკვე მე აქ copy ნიშავსო ეს უნდა დააკოპიროთ ჩასვათ იმ თქვენს gate-ის ანგარიშზე, საიდანაც ფული უნდა გადმოვიდეს. არის შეგეშალოთ მეგობრებო რომ აი ეს network-ი აირჩიოთ სწორად, იმიტომ რომ ხედავთ რომ QR კოდით შესაბამისად იცვლება, იმიტომ რომ განსხვავებული network-ებია. შეგიძლიათ თუ დაკოპირება გეზარებათ, უბრალოდ როცა თანხა გამოგაქვთ ეს QR კოდი დაასკანეროთ და პროცესი განაგრძოთ და მოკლედ აი ეს თანხაც მოცემულია, რაც დაჯდება თქვენს ანგარიშზე და სულ ეს არის. მე როცა დააწვევით რომ უკვე თქვენ ტრანზაქცია განახორციელეთ, ადასტურებთ აი ამ ღილაკით, მოდით თქვათ რომ მაგალითად რომ გადმოვირიცხდეთ და ვადასტურებთ, მაგრამ ნუ სისტემა არ დაირიცხავს იმის გამო რომ ვერ მიიღებს ეს მისამართი ანგარიშზე ფულს, იმიტომ რომ ამ ეტაპზე უბრალოდ საცდელი ვერსიით გაჩვენებთ. მოკეთ, ასევე რისი გაკეთებაც შეგვიძლია ამ ნაწილში ის არის, რომ ტრანზაქციები მოახდინოთ, როგორც თქვა, აი pending დაეწერა, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, მე თქვა დაირეჯექტება, იმიტომ რომ არ არის თანხა რეალურად მიწოდებული. იგივე ვერსია არის, რომ მაგალითად როცა გვაქვს საუბარი Visa, Mastercard-ით ფულის შეტანა, აქ პირობები არ დაგვაუწყეს რომ მონიშნოთ, ნუ საბანკო ტრანსფერს რა თქმა უნდა არ გიჩვენოთ, იმიტომ რომ საბანკო ტრანსფერი ნიშნავს რომ მოხდეთ ბანკში და ბანკიდან შეიტანოთ ფული და ამაში ქართული ბანკი და შუამავალი ბანკი მინიმუმ 15 და მაქსიმუმ $45. შემდეგი პროცესი შეგვიძლია რომ იგივე პროცესი რაც წერან გავაკეთეთ კრიპტოზე, იგივენაირად გავაკეთოთ Visa, Mastercard-ზე და Apple-ზე. არ გირჩევთ საბანკო გადარიცხოთ, იმიტომ რომ რეალურად საბანკო გადარიცხვა ნიშნავს თქვენ უნდა ჩამოგაჭრას ბანკმა მინიმუმ $15 და მაქსიმუმ $45-მდე თუ არ ვწდები გადარიცხვის საკომისიო. მოკლედ, როცადოთ მაგალითად Visa და Mastercard-ით, ესეც უმარტივესი პროცესია და აქ კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილი არის, რაც მინდა რომ გავამახვილო ყურადღება და აგიხსნათ, რომ რამხელა დაცვის სისტემა არის ამ კომპანიაში. ხო ეს ხედავთ დირჰამით მოინიშნა, შეგიძლიათ უბრალოდ რომ ეს შეცვალოთ და გადაიყვანოთ დოლარში, ანუ არაფერი არ დაშავდება. პრობლემა არ იქნება, აი აქ წერთ უკვე თქვენი ბარათის მონაცემებს და როცა თანხა შეიტანთ. ხო, აი ეს ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ forex კომპანიას არ აქვს და ძალიან კარგია რომ ამ კომპანიას ესეთი დაცვის სისტემა გააჩნია და ეს ნიშნავს იმას რომ ისინი პირველ რიგში თქვენ გიფრთხილდებიან როგორც მომხმარებელს რომ არ მოხდეს რაიმე არასწორი ტრანზაქცია მათ პლატფორმაზე. ეხლა როგორ ახდება, რაზე მაქვს საუბარი. როცა თქვენ ამ მონაცემებს შეიტანთ და მარტივია მინიმუმ ვისაც გადაგიხდიათ, რა ვიცი, ნებისმიერი გადახდის სისტემაში, რა ვიცი, თანხა, კომპიუტერთან, მობილურით, იგივე პროცესი აქ განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ თანხა იმ მომენტშივე არ დაჯდება. პირველ რიგში მოგივა ჩეტყობინება მეილზე, რომ ბარათი უნდა გაიგზავნოს თქვენი პლასტიკური ბარათი უნდა გაიგზავნოს რა ბარათიც თქვენ შეგაქვთ, ანუ თუ მაგალითად ჩვენი მეგობარი ლაშამ შეიტანა თავისი პირადი ბარათით, მათ შეიძლება რომ მოხდეს ამ ბარათის იდენტიფიკაცია. ანუ ახლა ლაშამ რა უნდა გააკეთოს, რომ ის ბარათზე არსებული რიცხვები რაც წერეთ 16 ნიშნა კოდი თუ არ ვწები რაოდენობაში თუ არ მეშლება, 16-დან უნდა დამალოს 12, ბოლო 4 უნდა გამოაჩინოს და მხოლოდ უნდა გამოჩნდეს, რომ ამ ბარათის ფლობელი არის ლაშა, შეიძლება არ ეწეროს ლაშა სახელი, იმიტომ რომ ეგეთ ბარათებიც გვაქვს, ხო ვიცით, საქართველოში, მაგრამ პრობლემა არ არის. შეგიძლიათ და ახსნათ და უბრალოდ მეილზე replay გაუკეთოთ, რომ აგერ არის ბარათი, დამალეთ უბრალოდ 12 ნიშნა ნაწილი, გამოაჩინეთ თვე და პერიოდი, რომელსაც თქვენ აქ წერთ, რომ ეს ბარათი ვალიდურია და დამალეთ ასევე CVV კოდი, ანუ ის სამნიშნა კოდი, რომელიც მოცემული არის ბარათზე. ანუ ეს არის, რა თქმა უნდა, თქვენი უსაფრთხოების ნაწილი. ეს რატო უნდა NCM-ს, რომ რეალურად შემდგომ და მოგვიანებით ვიღაცამ არ გამოიყენოს
გამოიყენოს თქვენი თუნდაც ანგარიში, არ გამოიყენოს თქვენი სავაჭრო პლატფორმა, როგორც დავიცი, მესამე პირისთვის გამოსაყენებელი პლატფორმად, იმიტომ რომ არ შეიძლება თქვენ პირად ბანკზე თუნდაც ქონდეს ვიღაცას ცნობა, თუნდაც არალეგალურად. ხო, ამიტომ აი ეს არის ერთჯერადი მოვლენა და როგორც კი ამ ინფორმაციას გაუგზავნეთ, ავტომატურად ის ახლა დაგიჯდებათ, რაც ახლა შეგაქვთ ამ პლატფორმაზე. თუ რა თქმა უნდა რომელიმე მონაკვეთში გაიჭედებით, რა თქმა უნდა, კომენტარი უნდა დაგვიწეროთ, რომ ჩვენ ამ ყველაფერზე გქონდეს სწრაფი რეაგირება. ჩათვალეთ, რომ პირველად საქართველოში აი ამ ტიპის სისტემას ყავს ქართული საპორტი, ანუ მხარდაჭერა. რამეში პრობლემა არის, რამეში გავიჭერეთ, გვირეკავთ ტრეიდერების ჰაბში, გვწერთ ტრეიდერების ჰაბის გვერდზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, როგორც თქვენი წარმომადგენელი, გეხმარებით უსასყიდლოდ. თავია რომ თქვენთვის ეს იყოს ყველაფერი კომფორტული. ბარემ გადავიდეთ გამოტანაზე. გამოტანა ხდება ძალიან კარგი და მარტივი მეთოდით, ეს არის კრიპტო განახდება. კრიპტო განახდება ან საბანკო განახდება, ну ნებისმიერი რაოდენობა, რომელიც გინდათ რომ გააკეშოთ. კრიპტოზე ჩდება წამის მიასეთში, იმიტომ რომ მარტივია, კრიპტოში ავტომატურად ირიცხება. არ შეგეშალოთ რომელი ნეტვორკის გამოყენებით გამოგაქვთ და შემდგომ უკვე კრიპტოდან როგორც გნებავთ, შეგიძლიათ ნებისმიერი ქართული კრიპტო მომსახურებით გაანახდოთ და ეს ყველაფერი გააკეშოთ. ხო, აქ ალბათ მოუხდებოდა რომელიმე ქართული კრიპტო კომპანიის გაკეშების სისტემა და სერვისი, ამიტომ არ მოგერიდოთ რომ შემოგვიერთდეთ და მე შემდეგ ვიდეოში ვახსენოთ თუ რომელი კომპანიით შეიძლება რომ ეს ყველაფერი გააკეშოთ. ბევრი კომპანია საქართველოში, რომელსაც შეიძლება უნდოდეს რომ ჩვენო მომხმარებლებმა სწორედ მათ პლატფორმაზე გააკეშონ ლეგალურად, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. მოკლედ, კრიპტოში იმიტომ არის პირველ რიგში კარგი და მარტივი რომ სწრაფია. ანუ პრაქტიკულად არანაირი საკომისიო აქედან არ გეჭრებათ, ანუ შემიძლია გარანტია მოგცეთ, რომ როცა თქვენ სისტემიდან აი ამ ანგარიშიდან გამოიტანთ, რა ვიცი, $1000, $999 არ დაგიჯდებათ, არც $990 დაგიჯდებათ $1000 ოღონდ კრიპტოში. იმიტომ რომ მილიონჯერ ვაკეთებთ ამ ტრანზაქციას და არასოდეს კომპანია არც შეტანაში აქვს საკომისიო დაინახავდით 1% არის, მაგრამ გამოტანაში არანაირი საკომისიო არ გააჩნია კომპანიას. ამიტომ რავი, 1%-ის თუ არ გააკეთა კომპანიამ, აბა მაშინ აში უნდა ისოოს ფული. თლად უფასოდ ვერ იქნება, მაგრამ გეტყვით რა პირობებით არიან ჩვენთან პარტნიორობაში. მოკლედ ტრანსფერზე გადავიდეთ, შეგიძლიათ რომ ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე გადაიტანოთ, ან რა ვიცი, როგორც მოგიხერხებათ. საბანკო დეტალები აქ აუცილებელი მეგობრებო, რომ სანამ დაიწყებთ გამოტანას, აქ დაამატოთ თქვენი ბარათი, როგორც წეგან ვისაუბრეთ და შემდგომ მოგთხოვენ აი ამ მონაცემები, რაც თქვენ აქ შეიტანეთ, როგორც წეგან გითხარით, უბრალოდ დამალეთ ბარათის 12 ნიშნა კოდი, 4 ბოლო 4 დატოვეთ, თვე და დღე დატოვეთ და CVV კოდი ასევე დამალეთ და ისე გაუგზავნეთ. მარტივია. მარკეტის ნიუსები ძალიან კარგი ტაბია, სადაც შეგიძლიათ რომ ინფორმაცია ნახოთ რა ხდება. როგორც ეკონომიკაში, ასევე სტოკ მარკეტზე და ანუ აქ გვაქვს მათ შორის ვალუტები და სასაქონლო ბაზები. ძალიან კარგი გაწეული ტაბია, სადაც გაქვთ განახლებული ინფორმაციები ამ მიმართულებით. ეკონომიკური კალენდარი, რომელიც აი ასე გამოიყურება, შეგიძლიათ რომ გაფილტროთ, მაგრამ თუ გნებავთ კიდევ უკეთეს ვერსიას გირჩევთ ტრეიდერების ჰაბის ეკონომიკურ კალენდარს, იმიტომ რომ ჩვენი გვაქვს გაფილტრული ის მთავარი ეკონომიკური ამბები და მოვლენები, რომლებიც პირდაპირ ახდენენ გავლენას ბაზარზე და მაგალითად კიდევ ერთი კარგი, ანუ რაზომაც ჩვენ თქვენთვის მუშაობთ აქტიურად, ის არის რომ მაგალითად თუ რომელიმე სამვარსკვლავიანი ცვლადი, რომელიც უდიდეს რეაქციას ახდენს ბაზარზე, აი მაგალითად გამოდის რაღაც კონკრეტული ცვლადები, ხო, სამვარსკვლავიანი, შეგიძლიათ აი აქ ჩამოხვიდეთ, არის ეკონომიკური კალენდრის განმარტებითი ლექსიკონი, აი მაგალითად, რა ვიცი, გამოდის თუნდაც ჯოლტები და ეს ჯოლტების ამბავი არ იცით რა არის, ხო? უბრალოდ გახსნით ამ ჯოლტების ამბავს, აიგითხავთ ქართულად რა არის ეს მანიშნებელი და რა შემთხვევაში რას უნდა მოვალოთ ბაზარზე. ხო, აქ არის მოცემული მხოლოდ და მხოლოდ სამვარსკვლავიანი ცვლადებზე განმარტებები, იმიტომ რომ სამვარსკვლავიანი ცვლადები არის მაღალ ინტენსივობის ცვლადი, ანუ მაღალი ვოლატილიტობის ცვლადები ბაზრისთვის. ხო, გადავიდეთ ბოლო ღილაკზე, რაც არის პლატფორმა და აი აქ არის როგორც Windows-ი, Android-ი, iPhone-ი და ნუ მოგეთ iOS სისტემაზე შეგიძლიათ რომ
დააყენოთ MetaTrader 5 პლატფორმა, რომელიც მე უკვე დაყენებული მაქვს და სულ ეს არის, იმიტომ რომ ეხლა უნდა გადავიდეთ შემდეგ გაკვეთილზე, რომელიც გაკვეთილიც იქნება უკვე MetaTrader-ის პლატფორმის დაერთება აი ამ ჩვენს ანგარიშზე, რომლის კოდიც უკვე გიგითხარით, რომ მარჯვენა კუთხეში ჩანს, რომ აი ეს კოდი არის //s კოდი. ეხლა ჩვენ რო დავიწყოთ ვაჭრობა, სად უნდა ვივაჭროთ Forex ბაზარზე, აი ამის გაკვეთილი იქნება შემდეგი ვიდეო. მოგეთ, თუ მოგეწონათ ეხლა ეს ვიდეო, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ დეპოზიტი, გამოტანა, ტრანსფერი, ბანკის ანგარიშის დამატება, რა ვიცი, მარკეტის ნიუსებისა და ეკონომიკური კალენდარის სად არის როგორც ჩვენი, ასევე მათი და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს შრომა უნდა დაგვიფასოთ მინიმუმ მოწონებით და მაქსიმუმ გამოწერით და კომენტარებით, რომ კიდევ უფრო მეტი საინტერესო ვიდეო ჩავწეროთ თქვენთვის, იმიტომ რომ ეს არის პირველი მომენტი და პრეცედენტი, როდესაც ჩვენ გვაქვს ქართულ ენაზე სასწავლო ფინანსური გაკვეთილები. ამიტომ ვთქვათ, რომ გამოვყევით, ძალიან ბევრი სიახლე გველოდება და მათ შორის NCM-ისგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ შეიტანთ $100, $20 დაგერიცხებათ, მაგრამ უნდა მოგწოროთ თქვენი IS UID account number, რომ ჩვენ თქვენზე ინფორმაცია მივაწოდოთ დროულად. მადლობა ყურადღებისთვის და შემდგომ შეხვედრამდე.